დამისახელეთ უფრო იკონური დუო დათარსულებიდან ვიდრე პოლიკა და გაიოზი არიან. ერთი ქაოსის მაგნატია, მეორე კი ნორჩი-მორჩილების. უფრო დეტალურად რომ ავხწეროთ, პოლიკას სიგიჟეებს საზღვარი არ აქვს, თუმცა მარტივი არაა ამ სიგიჟეებში ხალხის დაყოლიებას. სწორედ ამ დროს ჩნდება თამაში გაიოზი, რომელიც უბრალოდ ბედნიერია თუ კი რამე აქტივობაში ჩართავ, თან საკმაოდ ადვილი დასაბოლებელიც. დღეს ამ დუოს ერთად ჩადენილ სიგიჟეებს მიმოვიხილავთ. აბა, წყვიდოთ ლაიქს და ჩავუჯდეთ. სხვადასხვა პირველი ორი სერია გაიოზის საერთოდ არ ჩანდა. ის მესამე სერიაში, მას შემდეგ ვიხილეთ, რაც პოლიკას თანამზრახველი დასჭირდა ისეთ საქმეში, რაშიც მხოლოდ გაიოზი აყვებოდა. გაიოზ, მოხარული ვარ მოგიწვიო ბიზნესს, სახელად ტულიპინაში ჩასართავად. მე და შენ მელოდი კაცების გაქირავების ბიზნეს ვიწყებთ. შეადგინეს ბიზნეს გეგმა. თითო დატყაპუნება 50 ლარი ღირს. აქედან 20% მელოდს რჩება. 80% ან 40 ლარი კი ჩვენ. კაცზე 20 ლარია ძმაო. დღეში რო ჩვენს მელოდებს თავში 10 ჯერ გავუქანონ, ჩვენ რამდენი დაგვრჩება, იცი? დღეში 400 ლარი. ფართიდან გაყარეს ბირჟავი კები. შეხედეთ. აგერ სემიჩკა, აგერ ლუდი. დავაი ალაგდით. ლუდს ნუ აჯანჯღარებთ ბატონო ბირჟავიკო. აგაზდება. მიჯვი გაიოს. ლუდი უკვე ისე უჯანჯღარე გახსნია თუ არა დედა აქვთ ბ***ული. მიხედეს კედლებს, რომლებსაც დაგაჯვა უნდოდა. აი აქ უნდა დაგაჯვა. სად უნდა დამაჯვა? შენ კი არა კაცო, კედელს. გაჯი უნდა, გაჯი. გადაიღეს რეკლამა? მელოდი კაცის დახმარება გჭირდება? აღარი დადო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ტულიპინა, მელოდი კაცების გაქირავების სერვისი. ეკამათნენ შიბლა ბოღმიანს? აქ ვიღაცებს სახისახევამდე შრომა და ბევრი ფულის შრომაც გვისწორდება და შენი ბოღმიანი შიბლა შეგიძლია მაგ მონობის მოყვარულ კანალში გაიკეთო. და იქამდე სანამ ლეგალური მიზეზების გამო ბიზნესი არ დაუხურეს, მაგრად მიდიოდნენ. თან წინა ჯერისგან განსხვავებით ამჯერად რბილად გამოწვდნენ. მე და პოლიკა ახალ ბიზნესს ვიწყებთ და უნდა გავიდე. კარგი, ოღონდ წინანდელივით არ მოგივიდეთ, კანფეტების ბიზნესი რომ დაიწყეთ და ბოლოს პედოფილებმა გაგიტაცეს, კლიენტებს გვახევო. ამ სერიის შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს ორი ერთად დიდ საქმეებს ჩაიდენდნენ. დიდ საქმეებს. მაგალითად როგორიცაა? გაიოს ნიჩაბი იშოვე და მე და პაჭოს ჩემს სახლთან შეხვდი. ბლომად პუნა გვაქვს სათხრელი. ოკეი. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ დოდოს კლასის პრეზიდენტის არჩევნებში არ გაემარჯვა, მაგრამ გაიოს ცოტა მიმართულებები აერია. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ეთმაიმე. უხშენი. ეს? რას ნიშნავს ეს? გაიო, შენ შიგ ხوار გაგბიჭო სად დააყენე ბუნა? რა ვიცი მე მეგონა იქით დადგებოდა. ახლავე სკოლის დირექტორის კაბინეტში სამივე. და როგორც ყოველთვის პოლიკა ბოლოს რა თქმა უნდა ეცა და ყველაფერი გაიოზისთვის შეეტენა. ქალბატონო ვასკილო, მე რა შუაში ვარ, ესე ნიჩაბი რითაც ფუნა მოითხარა, გაიოზმა მოიტანა და. მიიჯვი რა პოლიკა. გააბრაზდა გაიოზი. ვინმე შეიძლება ეფიქრა, მორჩა, პოლიკას აღარ დაეხმარებაო, თუმცა, კაით რა, გაიოზმა გულში ჩატოვება არ იცის. ზუსტად ამიტომ დიდი დრო არ გადის და პოლიკას კვლავ მოსდის ბიზნეს იდეა. განდრონის მიერ დაშტერებული ქალაქის მაცხოვრებლებზე აკეთოს ფული. გაიოს, 500 წელი ბანკა გვაქვს საშონელი. და გაიოს გაახსენდა წინაზე როგორც დაამთავრეს. გაახსენდა რა მოუტანა პოლიკასთან ურთიერთობამ და ამჯერად უპასუხა. კაი. ანუ თან როგორი მონდომებით აკეთებენ საქმეს. ტიპმა 500 ბანკა გააძრო და ამან კიდე 500-ვე კვილი თავსო. ნუ შტერები კი არიან, უბრალოდ ჰაერით აევსოთ რა უჭირდა. ბანკები ჰაერით რანაირად უნდა დატუმბო, იცი რა ძნელი იქნება? მამენტ ხო მართალია. არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ განდრონს საკმარის პატივს არ ვცემთ? დიდება მის სახელს. ხო, დიდება. ნება მომეცით წარმოგიდგენოთ ინოვაციური პროდუქტი. პროდუქტი, რომლის წყალობითაც განდრონთან სიახლოვეს სულ სხვა ლეველზე იგრძნობთ. თქვენ წინაშია განდრონის ცუილი. ამ სერიის მერე TikTok-ზე პოლიკამ სტივ ჯობსიც კი ჩაანაცვლა. ნება მომეცით წარმოგიდგენოთ ინოვაციური პროდუქტი. თქვენ წინაშია განდრონის ცუილი. ცალის ფასია 20 ლარი. ორი შეძენის შემთხვევაში ფასი 58 ლარი იქნება. ჰალო. რა შვები შეჭემა? ამ ყველაფრის შემდეგ მათი დუო თითქმის ჩაწყნარდაო. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გაიოზმა ჩუმბა-ჩამბა მიასიკვდილა? კარგად ბატონო ჩუმბა-ჩამბა. თუმცა ამ ეპიზოდში მაჯიკაც ფიგურირებს და დიდად დუო აღარ გამოდის, ხომ? ამიტომ ცოტა მომავალში გავიხედოთ. მესამე სეზონის პირველი სერია. პოლიკა ისევ შარში ეხვევა. დურან. რაო?
ეს რა ჯანდაბა? დაფარული ნომერია, თან უკანაც ვერ მივწერ. მშჩო, ეგ რაღაცა კაცო. მეგრელების შიში ჩაჯმულთა ორგანიზაცია. ვა, ანუ დაიწყო უკვე? მეგონა ჯერ ადრე იყო, მეგონა ჯერ დრო მქონდა ჯანდაბა. ეს კი ზუსტად ისეთი ამბავია, რომელშიც მხოლოდ გაიოზი თუ აუბამს ხარს. გაიოს. რა? გაიოს საშინელი ამბავია. მაუგლი, შეგიძლია მარტო დაგხვდო? მე შენ მოსვლამდე ვიყავი აქ დიდთავ. მაუგლი თუ შეიძლება გააჯვი საქმე მაგ გაიოსთან. რა ხდება კი მარა? მაგრამ ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ნდობა შეიძლება. გაიოს, დროზე მითხარე, ვინმე მეგრელი ყავს სანათესაოში? მიპასუხე, ვინმე მეგრელი ყავს სანათესაოში თქო? არა, არავინ არ მყავს. კიდე კაი. ანუ შენი ნდობა შემიძლია. პირველ რიგში მეგრელებად გადაიცვეს, რომ პაჭოსთვის ინფორმაცია დაეცინცლათ. სალამი ძმებო. სალამი? რა კარგია რომ რევოლუციას ვიწყებთ არა? არ ვიცი რაზე ლაპარაკობ. სწორია, ჯერ არც კი აგეცანი. მე ველოდი მებონია ვარ, ეს ჩემი ბიძაშვილია, ცეკვავა სუჟა. ბუჭორეკ. ჭკირო. ეს არ იკმარეს და რეალურად იპოვეს ორგანიზაციამ შჩო, რომელიც სულაც არ აღმოჩნდა ის, რაც მათ ეგონათ. ხო, შჩო გიწერიათ აქ. მეგრელთა შიში ჩაჯმულთა ორგანიზაცია, არ ხართ კაცო? არა, ჩვენ მოცუცკნულ შიბლათა ჩუმი ორგანიზაცია ვართ. იგივე მშჩო. სხვადასხვა აქამდე არავის უკითხავს კედელზე გაკრულ ფოტოებზე. როგორც მაშინ Google-მა მითხრა, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ზედმეტად მოკლე ტინკი-ვინკი აქვთ და ლოგიკურია, რომ შჩოს მათი ფოტოები აქვს კედელზე გამოკრული. მოკლედ გაიოზისა და პოლიკას დუომ ჯერ ტიპს შიბლაში ესროლეს. დამშვიდე შვილო, ყველაფერი შიბლაში მომარტყა. ჯერ ისედაც რა მქონდა? ახლა აღარაფერია? მერე მერთან მივიდნენ, რომ ჭკუაერიათ და ჩაეწვეთებინათ, რომ მეგრელები აჯანყებას აპირებდნენ, მაგრამ გაიოს ცოტა გაექცა. რა ვერ გაიგეთ, რომ ეს სოფელი კი არა, ქალაქია, ქალაქი. მერე იმუშავეთ ქალბატონო მერე, რომ აქავრობა სოფელს კი არა, ქალაქს გავდეს და აღარავის შეეშლება. შენ მერე მოგხედავ. ტიპებმა იმდენი იჩალიჩეს, რომ ქალაქის მასშტაბით მართლა დაიწყო მეგრელების დაკავება. საბოლოოდ კი ყველაფერი გაიოს ბრალდება. ქალბატონო მერო, იმ კაც კვერცხებში გაიოსმა ესროლა, მე რა შუაში ვარ. მიჯვირა პოლიკ. სეზონი 3, ეპიზოდი 7. დიახ, მთელი 5 სერიის გავლა გახდა საჭირო, რომ ეს დუო კლამ შემდგარიყო, მაგრამ ყოველთვის პოლიკა კი არა წუხებს გაიოს, ხანდახან პირიქითაც ხდება. გაიოს, ეს ჩემი ბედნიერი საათია. ბედნიერი საათის დროს რას ვაკეთებ ხოლმე? უსაქმურად გდიხარ დივანზე, რაღაც ისულელებს უყურებ და ხალხს აგინებ. ზუსტად. პოლიკ, რაღაც უნდა ვქნათ, ამდენი ხალხია სიზმარში გაჭედილი. მაგრამ პოლიკა ყოველთვის მოხარული არა, გაიოს გვერდში დაუდგეს. თან გაიოზი საკმაოდ მტვინი ჭამელი შეიძლება იყოს. რა თამაშია ეს? რა ვიცი, წეღან ჩავრთე. და რაზეა? არ ვიცი, გაიოს უნდა მაყურებინო რომ გავიგო. შენი. სუპერ ძალები აქვს? ნუ გაიტლიკე ენა ბიჭო მაცადე ყურება. მაგრამ რომ არა ისინი ხრინტატორის დამარცხების გეგმას თარსულელები ვერ შეადგენდნენ, ასე რომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ორმა იდიოტმა ხრინტატორის დამარცხებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს. მაგრამ პოლიკას მაინც აწუხებდა ის ფაქტი, რომ ქალაქის გადარჩენაში ძალით ჩართეს. გაიოს მაიჩემა რომ ყველა უნდა გადავარჩინოთ. ესა, ისა, კი ვართ ახლა სიზმრის თამაშებში გაწოვილები. რა ჩემი ბრალია კაცო, დაძინებას არ აპირებდი? დაგეძინა მაინც თამაში მოხდებოდი და ცოტა ჭკუა დაატანე ხოლმე სანამ რამეს დავამბრალებ. ანუ მე ვარ დებილი? ხო, დებილი ხარ. ხო და შენი ჭკვიანი კარგი მოდი აქა. თავს მოგაჭამ ბიჭო. ამის შემდეგ გაიოზის და პოლიკას ტანდემი სპეშალ ეპიზოდში ბრუნდება. დებატებში ვეგანი ანტონ კუტუწელია და ვეგანთ მოძულე ტრაქჩაბანაშვილი იღებენ მონაწილეობას. რაზეც ბიჭები ფსონებს დებენ. მე იმაზე ვდებ, რომ ჩაბანაშვილი წყლის ჭიქას ესვრის სახეში უეჭოველი. მე კუდუტელიას გამარჯვებაზე ვდებ, რავი, ყველა კითხვაზე მგონია, რომ სახეს გააძრობს რა, ნახოთ. მე რა ვიცი, მე მგონია, რომ ბოლოს ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ მაგაზე ხო არ დავდებ. თუმცა პოლიკა და გაიოზი საეჭვოდ დგანან ერთ აზრზე. მე და გაიოზი ვფიქრობთ, რომ კუდუტელია ვეგანობას დაკარგავს. რა სიზამს? ანუ ხორცს შეჭამს კუდუტელია, ასე მგონია რა. ანუ ორივე მაგაზე დებთ, შენც და გაიოზიც? შენ რა ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებ? რა იყო ჩაგერთო მეგრული სპაიდერ-სენსი? შეიძლება ადამიანმა ყველაფერზე ტვინი წაიღო? შეგეცი ბაჭო, პოლი.
შენ ხო არ ანგ საქმე იმაშია, რომ მათ ფსონის დადებამდე გეგმა დასახეს. უпроსტურად პოლიკამ დასახა და გაიოზი დააბოლა. ჩეთერობაა ეგ. ჩეთერობა არა, კემპერობა კიდე. უბრალოდ სტრატეგიაა რა. და მე კიდე შენ ამოგირჩიე დასახმარებლად და რამდენს მალაპარაკებ რა. მოკლედ, შენ ეხა წადი, წვადი და იარაღი უნდა იშოვო რა. დანარჩენი მე ვიცი. რაში შეიძლება დასჭირდეს ადამიანს წვადი და იარაღი ერთად? პასუხი მარტივია. ეს ორი ერთად იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანს ვეგანობა დააკარგვინო. თუმცა შემთხვევით ამაზე მეტიც გამოარკვიეს. სოია ყოფილა. მაგრამ ისინი რის პოლიკა და გაიოზი არიან, თუ ბოლოს ყველაფერი არ ჩაუფლავდათ. დებატებიდან დიდი დრო არ გადის და დუო ამჯერად პაჭოს სახლის სახურავზეა. რატომ? პოლიკა, პაჭოს სახლის სახურავზე რას ვაკეთებთ გამაგებინე? აი გაიოს დამშვიდი. ხო იცი მე ტყუილ უბრალოდ აქ არ მოგიყვანდი. აი აბა, ყურადღებით იყავი და ნელა დამიშვი ქვემოთ. პოლიკას უბრალოდ პაჭოსთვის თმის გადაპარსვა უნდოდა. დებილია გაიოზი რა. ნუ ეხა მთლად ისეთი დებილიც არა, მეორე დღეს პაჭო რომ თავგადაპარსული მოვიდა ვერ მიმხვდარიყო რაც მოხდა. ამიტომ ვიყავით გუშინ პაჭოს სახში ხო? მე რამდენად უნდა გამხვიო შარში ბიჭო? აი გაიოს დამშვიდი. რა მაგიტო ვიყავით, არ გწხვენია, ეგრე მიცნობ? აბარისთვის ვიყავით. ტკბილი იავნანა რო გემღერა? დასაცავად ვიყავი ბიჭო, დასაცავად. რას ვერ ხვდები? იმ ხელა პრეზენტაცია გავაკეთე სკოლაში თმებით ღლეზიაზე. პაჭო მოარყო, ვიცოდი რომ თმებით ღლეზია გაბრაზდებოდა და პაჭოს მიაკითხავდა. იცოდი? არა, მაინც დებილია რა. მაინც დააბოლა და ზუსტად ამის გამო იქცა თმებით ღლეზია სატყუარად. არ მჯერა თმებით ღლეზიასი? მეგრელები თმებით ღლეზიაზე ბევრად მაგრები არიან. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ არის და მეოთხე სეზონის მეხუთე სერიაში ორივე დგანან და საწყალ კაკუზის ეღადავებიან. არიქა, მიდი ფუსტენი რა მომენტში გაიდიშა ეს შენი ბრენდი მოხარ. მოიცა. არიქა, მიდი ბიჭო, ფუსტენი მეხატავებით ბიჭო. შენი დედი შერცი აცადეთ კაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყურება რამ გადაგრიათ და რა გონიათ ეს სერია მხოლოდ ამით შემოიფარგლება? არა, სერიის ბოლოს ირკვევა რომ პოლიკა და გაიოზი თარსულას ციხეშიც კი ფულს აკეთებენ და პატიმრებს სხვადასხვა ნივთების შეტანაში ეხმარებიან. მოკლედ პაპიროსი გვენდა რა 1-5 ბლოკი. გაიოს ჩაიწერე. პატრონებს პაპიროსი უნდათ. პაპიროსი, 5 ბლოკი. 5 ბლოკი. გაიოზი ბრიქვია. გაიოზი ბრიქვი. მოკლედ ამათ მაიმუნობას საზღვარი არ აქვს. მეოთხე სეზონის მე-6 სერიაში ეფსიკაზე არსებულ პირველ დაბრკოლებასაც თავს პოლიკა და გაიოზი ართმევენ. ჯერ გამოცანა ამოხსნეს, ლოგიკურად დაასრულეთ ფრაზა არც წყალი, არც კიბე. არც წყალი, არც კიბე, ვაფშე რაზე მოდიოდ. Not bad. Now you. არც წყალი, არც კიბე. ვაფშე რაზე მოდიოდნენ? შემდეგ კი თოკზე დაკიდებულებმა მთელი დარბაზიც გადაჭრეს. დავაი ახლა ჩვენ. დავეშვით. მზად ხარ? არა. არც მე. დაგვენწრა. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ სერიაში გაიოზი და პოლიკა ნამდვილი აგენტებიც იყვნენ. ბავშვებიც დავაბინაოთ და მოვიფიქროთ რას ვაპირებ. რაღაც გაქვთ მიქარული თქვენ. მაგრამ არ მახსოვს რა. იცოდე გაკვირდებით. აი გაიოს დამიშვი. კაი, ეხლა მისამართებს გეტყვი სად უნდა მოხვიდეთ. ვაა, ხედავ შენ რა ამბებია? აი გაიოს დამიშვი. მე-5 სეზონში ყველამ ვიცით რომ გაიოზი რობოტმა ჩაანაცვლა. თუმცა მე-6 სეზონი წინაა და ეს ორი გადარეული დამიჯერეთ სრულ სიგიჟეებში გაყოფენ თავს. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ ჯერ კიდევ აქ ხარ და ლაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და კომენტარებში დაწერეთ რომელია თქვენი საყვარელი პოლიკას და გაიოზის მომენტი. მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით.